ლომი ზოდიაქოს ნიშანი და რატომ არის პარტნიორი ლომი ერთ-ერთი საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანი. სამი რამი ჩამოვთვალოთ. პირველი ყოველწამიფერო ლომი არის ისეთი ამდაკტავანი, საკმაოდ ისეთი ნარცისი ადამიანი, რომელსაც ყველგან მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ლომს თავისი ოჯახი უყვარს ძალიან, თავისიანები უყვარს ძალიან, ზრუნავს ოჯახს, იცავს, ასე ვთქვათ, მტკიცისგან და ყველა იმშვიდე ადამიანისგან მიიჩნევა რაღაცაგანწული დამოკოლებების შექმნას ოჯახში, ასე რომ ის არის დამცველი, მსრუნველი და გვერდში მდგომი. მეორე ლომს უყვარს ყველაფერი ძვირფასი, ისეთი რომელიც ბუჩქუიალებს, მძინავს, ყველაფერი საუბრობს. რას ნიშნავს ის, რომ შენი პარტნიორი როცა არის ლომი, მას თუ უყვარს ეს ყველაფერი, თავისთავად მარტო საკუთარი თავისთვის აღარ უყვარს, ხო? შენთვისაც უყვარს. და მესამე დადებითი არის ის, რომ მას უყვარს ლიდერობა, მას უყვარს საქმეების წარმართვა და შენს ყოველთვის მსგავსი ადამიანია, თავისთავად შენს ვითარდები. ლომებო, ენას კბილი დააჭირეთ. საიდუმლო დაიცავით. ეხლა ზედმეტი არ ელაპარაკოთ. რა საპირებთ, რა გუნებაზე, განწყობაზე ხართ, იქ რა გეგმები გაქვთ, ვინ გაიცანით ამის დროას. უახლოესი ერთი თვე ჩუმად დღემდე იყო ნაცრისფერი გამდინარე. რაც გასაკეთებელია ჩუმად ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. მან იწყებს საქმეს და მერე ამბობთ. თუ მაინდა-მაინც ამას მეერთვეთ გურში. მე რა მოგეთხოვებათ ამ პერიოდში? ინტუიციაზე დახმობა. ინტუიციაზე დახმობა სწორად ჩვენს აკეთებ. პლუს ამას უხიში არის საჭიროა პრინციპული მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენა და აუცილებლად შრომის უნარიანობა ნებისყოფა. მევზები ითხოვს თქვენგან ამ თვისებებს რათაც ახვიდეთ წინ და განვითარდეთ უფრო მეტად. ამიტომ ეს პერიოდი თქვენთვის მნიშვნელოვანია, გარდამტეხია და მოსამზადებელია. ნუ გავიწყდება თქვენ რომ წინ გაგვიგე 20 მარტიდან ძალიან კარგი პერიოდი. სადაც თქვენი ეგოტონუსის გაზრდიარდება და წარმატების ფაქტორი მომდა იქამდე სამყარო გარკვეულ გამოცდებს გითხოთ. ენაზე კბილის დაჭერას და საკუთარი საიდუმლოს დაცვას. ლომი იმპერატორთა ნიშანია, სოგოლი აბშულოსანთან გადასარევად ვერც თავის ცეცხლის სტიქია, ასევე მას აღურებს ყურები თავისი ხაზაეროები, ყველაზე კარგია სასწორია. სასწორს უყურს მოფერება, თბილი ნიშანია საოცრად. ლომი უსვამს ხელს და მოეფერება. იშტება და ხდება პატარა ბავშვი. კნუტივით აი სასწორი ყველაფერს აკეთებინებს. ესე იგი ადამიანები გააოცოს, მაგრამ აი სასწორთან არის თქვენ აი პატარა კნუტი. გადასარევით ხობა მათ შორის და უჭერს დაანბორიელთან აკმედის დიდი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, იმიტომ რომ ორივე ლიდერია, ორივე ჯიუტია და არც ერთი არ თმობს და სამდროს საერთოდ ლომი მიდის მათ შორის და რასაკვირველია კუროსთან, იმიტომ თვლისო კურო ზედმეტად პედანტია და ჯიუტია და აქაც მიდის ბრძოლა. საწინააღმდეგო ნიშანი არის მერწყული, ვექტორული, ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი.